მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით, როგორ განდებით, ჩვენ კარგად ვართ. და ეგრევე მინდა გაჯახოთ, მეგობრებო, ჩემო ლამაზებო, ჩემო ძვალფილო საზოგადოებაო, მინდა გაჯახოთ ვიდეო რა. აპერიტივი, აბა წავიდა, აბა. გავშვით. იშა იყავი მაგრად რა. უბრალოდ მაგრამ ნუ ესე როგორ დაგიდა როგორ გამხარდა. არ დაგავფერი. მარე აღარ დაგჭირდა. რა დავწო მაგრად იყო იშა აფაში. ძალიან შეიძლება გამშია. აი ხა. დავზე გამოვლა დავწო. ანუ ჩემი კუჭი ნიუ-იორკ წყალშის სტოპ-როკ ინძი ვიყოს ესეთი შუტკა ხუმრობა დაემატა შაყინოი ვარიანტი რომ ხო იცი პირიქით უთხრა რომ როგორ გავხდარხა ხო რა გავხდი იმანაც გადალაბრაკება და ჩვენ გვაქვს თვალსაჩინოებისთვის ფოტო მეგობრებო ფოტოც კმარა იმისთვის რომ დაგანახოთ რომ ვის უთხრა აი თუ შეიძლება გავუშვით აი ამ კაცს სასამართლოში შედის ამ კაცს უთხრა თქვათ დარწმუნებული ნუ იქნები რომ შედის შეიძლება ამ კარიდან არ შესულა აბა გამოდი სადღაც ხო შედის უკუსვლით გამოდი შეიძლება აქ ვერ შევიდა და მე სხვა მხრიდან გვერდულად შედის რატო შეიძლება უკანა კარ საევაკუაციო რაღაცა ნუ ყოველ შემთხვევაში ცდილობს შესვლას მოდი ესე კი და ეგრეთ კი ჯერ გუბაზები ბევრი გვაქვს გუბაზე კიდევ იქნება რა თქმა უნდა ხო და იმაზე არ იკაიფეთ შუტკაზე ვიკაიფეთ შუტკაზე არა მიშამ კარჩ კამერა გამოირთო აღარ მიიღებენ რაღაცაო და დროზე მომაშორეთო და რომ გაიხადეს უკრაინის დროშის მაიკა რომელიც ხოჭოს მოიწია არის დევნა გამომიგზავნა იმიტომ რომ მე მაგ დეფილეს უყურე დევნას მაგ დეფილეს და დღეს რო ეგ მოიტყვა მე კიდე ერთხელ დავსერჩი და გადავამოწმე ეგ არის მთლიანი ანუ ის ბალენსიაგამ რაც გააკეთა უკრაინის მაისურები არის მთლიანი ამასაც ვია ყვითელ ჯემპზე ლურჯი მაიკა ხო ტყუილია უსტარულად თავისით აწყობილი უი მართლა ხო აბა ძმობას ნახე ამას რა გადავამოწმე ეს რო არ არჩენს არაფერს კაი რა შენ კიდე მანი საკითხი ხო შენ უნდა გადაგემწვევნე იმიტომ რომ ესთეტი შენ ხარ მაგ საკითხი არა ბაჩოც ეს მაგრამ იგეთ დონეზე ხარ ის გაარჩიო თუ შეიძლება გავუშვით ხედავ რომ უსტარულია კი თუ რა იშა იყავი მაგრად ანუ ეს არ არის დემნა არც ერთ იქნებ დემნა ექსკლუზიურად ამისთვის მეგოსავით დაშლილი მეგობრებო დრამატურგია რა ესე იგი ის იხდიდა კაცი თავისუფლებოდა სიზაგისგან რაც არ მოსწონს აშკარად და შეეტენა ბიშა იყავი მაგრად რა და რატო შეეტენა იმიტომ რომ მე გეტყვი რატომ აი კონტაქტი არ ქონდა არა მე გეტყვი რატომაც შეეტენა ვინც კი დედამ დაწყება მე მგონი ყველა და ყველაფერი არ ვიცი ახსენა მიშამ თავის გამოსვლაში იქ თქვენ საკრებულოს წევრებო აბა თქვენ ვიღაც ბავშვები აი B კლასის არა C კლასის არა კიდე უფრო ქვემოთა კლასის ნაცები ნაცდივერსანტები ნაცბაცაცები ყველას შეეხოდა ამხელა გუბაზი უზის წინ მეორე რიგში თუ არ ვწდები და ერთი სიტყვა არ გაიმეტა. მაგრამ მე ხო უთხრა რომ მოწოს შენი გამოსვლა. ესე იგი მართლა ვერ დაინახა, ხო? რა, გუბაზე? გუბაზე. მე არ ვიცი. რთულია, ბიჭი, გუბაზე როგორ შეიძლება ვერ დაინახო? ლაივზე რომ გადავთე პირველი გუბაზი მოხდა თვალში, რომ მაშინ როდესაც მიშა ძალიან მომწონს შენი გამოსვლებიო. ეხა ამ სიტყვას ამოჭრის და მიადგება ხაზინადარს, რა რომ აი ეს ჩანაწერი ღირს 10 კატლეტი რა. არა, ეხა გააგიჟა მაგ სიტყვით გუბაზე. ეხლა შეხედე ამის მერე მიშა იმის რა ქვია გუბაზის გამოსვლები რას დაემსგავსება. კიდე განავითარებს თავის ამ რაღაცა პოეზიას, მიშას დიდების პოეზიას რა. ხო, პირველად დაესწრო. მიშას ჰიპერბოლიზაციის თემას კიდე განავითარებს. კი. აქამდე რა შოვა, აქამდე რატო არ მიდიოდა? აქამდე რატო არ მიდიოდა და სხვები მიდიოდნენ. აქამდე არ უშვებდნენ. მე მგონი მეგობრებო, როგორ ჩანს, მართლა გადაეკეტა ტალონები და მივიდა როგორც შეახსენა? შეახსენა. ჩასარიცხიაო? თემურიძე აღარ. ეხა სიგიჟე გაჩვენოთ კიდე ერთი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მისმა უწმიდესობამ გთხოვა ყველას
მან ისაუბრა რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში, აი ამ ტერმინებით რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში, მან თქვა იმის გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობა და მან მოგვიწოდა ყველას დღეს 12-დან პირველ საათამდე ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის. და მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ მე რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ამ მიმართულებით და მე მინდა გთხოვოთ ყველას ჩუმად. ოღონდ მეგობრებო, ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, რომ როცა მიშა ცდილობს, რომ ჯვარი ამოიღოს რელიგიურ, მიღმურ, მეტაფიზიკურ თემებზე ილაპარაკოს, როგორ გამოსდის, იცი, აი მე რო გავიდე და ბალეტი ვიცეკო. ნუ მე მგონი მე უფრო შესაბამისი საქმეში ერთვება რაღაცა მეტაფიზიკური წევლა, რომელიც არ აკეთებინებს ამას. მეტაფიზიკურმა წევლამ, ეხა ილოცებს, ხო ალბათ დანახიათ ეს კადრები გაჩვენებ, მაგრამ ლოცვა, სიტყვა ლოცვა ვერ აღმოთქვა. ანუ რაღაცები არის, რაც რაღაცას ბოლომდე არ აკეთებინებს, ანუ სიზიფეს შრომა არის. სიზიფეს მითია მთელი ამის. მე ხა მოვიმოქმედებ. მე ვერბალურად რაღაცეებს ვიტყვი, რომელიც და ამის ლოცვა არის. აი გავიმეორო. ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის. და მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ მე რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ამ მიმართულებით და მე მინდა გთხოვოთ ყველას ჩუმად, თავისთვის შეგიძლიათ ასევე სამხედროს. ვილოცოთ და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ეხლა ყველაფერი გვჭირდება, ლოცვაც, ქმედებაც. მე ხმამაღლა ვიტყვი უკრაინულად. Боже, допоможи Украине. Боже, допоможи. ეს ღვთის გლახა მართლა, ამის დედავატირე, ამისი უნამუსო დედავატირე. ბიჭო. რატო ესე 100% სერტიფიცირებული პოპულისტი საქართველოს მე მგონი არასოდეს არა ბიჭო, და დიდი ხანი ვერ ეყოლა. ლოცვა დაიწყო. აბა. ამის უნამუსო უკრაინულად თან. უკრაინულად. პროსტა. ამის უნამუსო. შეეულება, აი ძალიან მაგარი. სატანაც არ არის. ძალიან მაგარი პერფორმერია რა, პროსტა ისეთი მაგარი სამსახიობო უნარები. იშვიათი. არა, შეხედე ხა მე. არა, შალვა. გავაგრძელოთ. ეს ძამი რა, ეს ძამი. Просто кадры, ძალიან მაგრა აკეთებს. И хай Украина будет переможной и будет мир на ее земле. Благаю тебе, Боже, და ვეცმათაში ავედოთ უკრაინა. ხო, ნუ რა წაიგიო? პერფორმერია, გარანაი ლოცვა არ არის. ძალიან მაგარი პერფორმერია. ტოპ, აი ჯეკ ნიკოლსონია ჩემ თვალში. დაჟე უფრო მაგრა შედის. არა, როლში უფრო მაგრა შედის. კადრებაზეც არის, მაგრამ კადრებაზეც არის. არა, როლში ვერ შედის, ვერა. უხეიროდ გამოსდის, ბიჭო. თან კადრებაზია, აი ცოტა ფსიქოემოციურ არ არის მარტო კადრებაზე, ცოტა ფსიქოემოციურ პრობლემებზეც არის. მოისაქმებს იქ რო ხო და ცოტა ფსიქოემოციურ პრობლემებზეც არის საუბარი. კი, რა თქმა უნდა, კადრება ეგ კადრებაზე არ არის, ისე შედის, ანუ იჯერებს, გესმის, ბოლომდე. სახიობაზე გამოყვები, მაგრამ ტრანსცენდენციის უნარია, გადის თავის თავიდან და გვერდიდან უყურებს. კინომსახიობი არ არის, უფრო ეროტული ფილმების სახიობი არის, ეგრეთ წოდებული პორნოგრაფიის, სადაც ანუ მანდაც ხო ჟანრული განსხვავებები არის რა სანტექნიკი რომ მიდის რა არის სახიობი არის რომელიც რაღაცაი კონკრეტულ ხაზში ჯდება და სხვას არ აკეთებს რა და ეს ყველაფერს აკეთებს აჰა ჟანრი სადაც არ უნდა შეხვიდე ყველგან დაგხვდება ამის პერფორმანსი რა ბუკაკე რაღაცა გენგბენგი აუ შედება კიდევა ყველაფერი ორალური სექსის კარგად რა ბუკაკე თუ გამოსდის ყველაფერი გამო ეს არის მაისურ რომელიც საჩქარ გამიზალა დენა გვასალიამ ყველაზე ნიჭიერმა ქართულმა დიზაინერმა არავის პასალი და ვაწყელიო ყველაზე სრომლო სოფლიოში ქართულ დიზაინერმა უნდა თქვა ყველაზე სრომლო სოფლიოში დიზაინერმა საერთოდ ეს არის ის კაცი ვინცაწერა ფინიშერი შემდეგაც დააბრუნეს მისი ტერმინაცები ახლობლები აქ ვინცაყავს საქართველოს ის არის აფხაზეთთან დევნილი და მინდა დემას შეუთავო აქედან დიდი მადლობა ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის ის ნამდვილად ტყუილია ხო? პაძილკა. გითხარი. დემნა რო უყურებ თქვენს. მარტა რაღაცა საიდან
შეიძლება დემნამ აღარ დაწეროს ფრიმიშა ამის მერე. ეს მართლა ჟულიკი. აი ამისთვის ხარ ღირსი რომ ციხეში. მე იქ არ ვიცი რა და მე არ ვიცი რას გედავებიან, მაგრამ აი ამისთვის ღირსი. შენ თუ გახსოვს ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომ მოიგო რომელიღაც ტურნირი, იქ რო იყო დამსრ მაყურებლად და მიშამ რო დაწერა. ხო გახსოვს? აი მე ვალეშგო და ნიკოლოზი ვნახე და ნიკოლოზმა რო დაწერა მე არაფერი შეხება არ მაქვს ამასთან რა. საკავშირი არ მაქვს არ მაინტერესებს ვაფშე არ დამიპატე ამან დაწერა რომ დამპატიჟაო თუ რაღაც პერსონალურად ეს და იმან არ ვიცნო ვაფშე არ მაგან ისიც დაწერა ტრამპმა დამპატიჟაო ბიჭო და მაგან ისიც დაწერა ტრამპმა დამპატიჟაო და რა ქუჩის ძაღლი უკეთეს მდგომარეობაში ესწრებოდა ინაუგურაციას ტრამპის ვიდრე მიშა ხო ჩირგვებში რო დგას საწყლა არავინ ყურადღებას არ აქვს ბრუნო რო იმას ნახულობს ხო ჰარისონ ფორდს არა ეგრეც ვერ ნახე ეგ საფთან ახლოს არა იქ იყო სადღაც გარე მეოთხე პერიმეტრთან იდგა რა იქ ვაფშე ტრიბუნასთან ახლოსაც კი არის თავჩაგიდრული ეგრე იდგა გაუშვით აბა ეს კაი რაღაც ნახე ხელისუფლება ჩავდეს წიეში. თუ მათ ასეულია გამის თავი თუ არა, თვითონ ლოგისტიკურად მე გავუკეთებ ყველაფერს როგორც უკრაინის პრეზიდენტის თავარი მრჩეველი და როგორც რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე. ესე იგი უკრაინის პრეზიდენტს ყავს უამრავი მრჩეველი. თავარი მრჩეველი ყოფილა ეს ყოფილა თავარი მრჩეველი და თავარი რა არის იცი რომ ხო შეიძლება ვიღაცა იდიოტმა დაიჯეროს ეს რა. ანუ ამას რომ მიყვები სადღაც ლოჯისტიკას რო ალაგებს თავის თავს ხომ მაგრა დაულაგა პრეზიდენტის კარაქებში ჩამოსული და დაიჭირეს შემოპარვის თემა ბიჭო გიჟია ხო აი მანიო გრანდიოზო ამაში გამოიყენა გაქცეული ამაში გამოიყენა რომ მე ვარ პრეზიდენტის თავარი მრჩეველი გიჟიც არის და თან ძალიან მაგარი ავანტურისტი აი ჟულიკების პრეზიდენტი არის ცუდი მსახიობი რატო არის ოპ ჟულიკია როლში არ არის მუდამ ხო ანუ ეხა აქ ავიწყდება რომ მიმდინარეობს მისი გარდაუვალი ინვალიდიზაცია ეს აქ უნდა ითამაშოს გაჭირვებული კაცი ხო მაგრამ არ თამაშობს ისე ფიზიკურად გაჭირვებული და მაგალითად ცუდი მსახიობია კანტონია და რაღაცა დაავიწყდა შავა ინვალიდიზაციის თემა ავიწყდება მართლა მულტიფუნქციურ და ტრემორი ხო და შენ ხო ეხა როგორ რაღაცა სენსორი არა და ჯეკ ნიკოლსონს არ დაავიწყდებოდა არ დაავიწყდება შენ თქვენ რომ ათი რაღაც ერთად გაითამაშა სახსახი არ არის ძმაო ხო თქვა რომ უნდა იყოს სანთელი ეკანკალებინა ისე რომ ჩამფროლო სანთელი გამარტო და რო ეთქვა აი ვერ ვიჭე აბა მე მიხვდა რომ ბოდიში ინვალიდიზაციის პროცესი უკვე შორს არა მაგაზე მიხვდა რომ აი მე პოსტივიდან დამცინე მე რომ ეს ანტელსაც ვერ იჭერსო და არ ჩააკრო აუ თორე ვერ დავცინე ბიჭო ნაკლები მსხვერპლით გამოვიდა ეხა კაი როგორ შეიძლება იმინა მაგრამ მაგარი ამბავია გახსოვს ჯერ თავის ცოლი რო დაიჭირა კი მე გამსახურდია ვანო მერაბიშვილი პირველი დაიჭირა ვანო მერაბიშვილი არა ჯერ ვანო დაიჭირა მე სანდრა დაიჭირა ანუ ისეთი რაღაცა ვილაპარაკა რომ ხელი დაადო ჩაუშვა სანდრა ჩაუშვა კი სხვათა შორის ვინ ჩაუშვა კიდე ზვიად გამსახურდია ვერც მაცხონოს და ეხა ვინ ჩაუშვა აბა აუ არ ვიცი ვინ არის ვინ დაიჭირა ვინ დაიჭირა მოიცა ვინ დასვა განსაჯელის კამზე ქართველია თუ არა ქართველია ქართველია და ქართველი თავდეობის ერთა ვინ დას მოიცა არის კლასიკა რა ახლა ნაცია არა არც ყოფილა არა ანუ ისეთია კოლორიტული ტიპია ავტორი მე ვიტყოდი რომ კი კოლორიტულია და თქვენ უნდა მეთანხმებით მე მხოლოდ კოლორიტულია თან ჩემი აზრით ავირიე მიხვდით აბა ცოცხალია ცოცხალზე ღმერთმა დიდხანსა ცოცხალს ნაცია არა ნაცია კაი პირიქით ანტინაცია რა თქმა ზალი კოპერკერი არა კაცი თანდობის პირით ყო და რა ზალი კოპერკერი თანდობის პირი კაი ვინ შეიძლება იყოს აბა სალომე ზურაბიშვილი აი გაუშვი გასამართლებენ დღეს იმისათვის თუ რატო გადმოკვეთეს საზღვარი მასე დაებდნენ თუ რატო გადაკვეთა საზღვარი თუ კიდე ერთი ესეთი წაცდა მე რამდენად ვიცი რა უჭაღები ვიყიდა სასახლისთვის ერთი მუხლია გაათმითმული 11 წლამდე და მეორე მუხლია ის რომ პოლიციის კვლევი შეიწყალა და ველოდები მეთორმეტე დაწესებულებაში ერთად მიშიმშილოთ ვასწავლი როგორ უნდა გაკეთო აი დაიჭირა კაცსა მართლა ეგ კი მახსოვთ დღეს რო უყურე მათ დაიჭირა რა ანუ არც ქალბატონის სალომეს ესე იგი ტიპს აქვს
ორი ორი რეჟიმი აქვს, პოზიტივის და ნეგატივის რა. პოზიტივი ვისაც გააჩნია, ყველას ეკიდება, რომ ეს პოზიტივი თვითონ მიიწეროს და მეორე, რაც თვითონ ნეგატივი გააჩნია, ყველა უნდა რომ ის კი არა რომ ან მოინანიოს, ან აღიაროს, რომ ეს მე არ გამეკეთებე, ყველა უნდა რომ ვისაც კი რამე პოტენციალს დაუნახავს, მოდი ჩემსკენ ჩამოათრიო რა. აი მორალური ინვერსია ჩვეულებრივი, რომ მე ღირებულს ვერ ვქმნი და მოდი ჩემნაირად დავიმსგავსებ. ტიპი ეხა შეედარა და გაითანაბრა სალომე ზურაბიშვილი, ხო? ნუ არ ვიცი. მარგველაშვილი რო ექნა გასაგები იქნებოდა. მარგველაშვილი რო ექნა გასაგები იქნება. მარგველაშვილი კი მართლა ამის კალიბრია და მე ვიტყოდი მარგველაშვილი ბევრად დაბალი დონის არის კიდე. გავუშვით აბა კიდე. მარგველაშვილი ბომჟია. გავუშვით. აი ხო არა. არა არის. ვენაცვალეს ვარშიკებს, მაგრამ ვარშიკის ვიძე ყოფილი პრეზიდენტი არ უნდა გამოდიოდეს პირდაპირ. წავიდე. ის ვარშიკიც ქორწილში რომ მიდის, ვარშიკის ფორმით კი არ არის კაცო. ვარშიკებს იმდენი ფული აქვს მერთმა მისცეთ, რომ კარგად გაიზმანება, წავა, დასტოინად მოიქცე. გავუშვით. საქართველოში რა თქმა უნდა ხელისუფლება შეიძლება საერთოდ პუტინი რომ მოშორდება წააგებს ამობს, ბევრი ცუდი ტიპი მოშორდება მსოფლიოში. და მათ შორის ესენი მოშორდებიან. მაგრამ ეს ახლა ვინც მასობრივად ყიდულობს ბინებს, რუსებს, მე ვაძლევ გარანტიას, რომ მათ ეს ბინები ჩამოერკვევათ. რაც შედეგი. ესეთი იქიდან რეპრესიებზე რო არის. ჯერ ესეთი ვინ იქნება, ვინ ჩემფეხები იქნება, რომ ბინებს ჩამოართვას, მაგრამ ეგეთ კითხვა მაქვს, რომ აი ეს ქალი ახალგაზრდა ORT-ს ეთერში რო გამოჩნდა და პლაკატი რო გამოდო, ხო? ხო შეიძლება გაიქცეს, და ჩამოვიდეს. არა, გამონაკლისების სახით იქნება რა. ყველა რუს მინუს რამოდენიმე. ანუ ეს არის წმინდა წყლის ქსენოფობია, ანუ ეროვნების მიხედვით ადამიანების დისკრიმინაცია და დაჩაგვრა. ანუ ხო ხვდებით ახლა რა მაიმუნთან აგვაქვს საქმე. და როგორ იძახის რა, რომ აი რახან რუსიაო. მაგრამ მე აქ უფრო რა შევატყვე იცი რომ დატვიტა, დავამთავრებ. შტოლცმა დატვიტა დღეს წავიკითხეთ, თქვენ წაიკითხეთ, ხო, შტოლცმა რომ დაუშვებელია რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფის მიღება და ბაცე ძალად. ერთი წავი ჩვენ მე მგონი სამნი და კოს დაწყების დღიდან სულ მაგაზე ვლაპარაკობთ რომ ზუსტად ეს ანტირუსული ისტერია რომელიც არსებობდა არა ომის პერიოდში, არამედ მანამდე საქართველოში, ხო? მაგას გულისხმობდა სხვა არაფერი იყო თუ არა ეგ რა ქსენოფობია და ჩვეულებრივი ესე იგი სეგრეგაცია ამ შემთხვევაში ეროვნული ნიშნით რომელიც ყოველად დაუშვებელია მორალურად, ეთიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად, ეკონომიკურად რა ყველა მიმართულებით. ამის მერე მაქვს თანამედროვე ფაშიზმი ზუსტად ეგ არის, იმიტომ რომ ფაშიზმმა იდეაში ფერი იცვალა და რასიდან გადავიდა კულტურულ ვითარებაში და ეს სხვადასხვა ცოტათი კომიკურ ელფერს მაკვალოფერს აძლევს ის რომ მაგრამ რუსეთი როდესაც ჩვენ დაგვესხა თავს და დღემდე ჯარები დაგვიტოვა და ოკუპირებული აქვს 100% მაგის შემდეგ არ ყოფილა ესეთი ხელვარება როგორც არის ეხლა ეკონომიკურად ძალიან დაუახლოვდით პირიქით ეუბნებოდა რომ მოდით აქ დახარჯეთ ფული აქ იყიდეთ სერვისი მათ შორის დათმობდა უძრაობაც ინვესტიციები ვენახები გაკეთეთ პირიქით პირიქით მოხდა პირიქით მოხდა როცა ეგვეომებოდა ხო და რატო იმიტომ რომ მაშინ არა იმიტომ რომ მაშინ სოფლიო ტრენდი არ იყო რუსეთის ხო კი ბატონო მანდ ექსკლუზიურად ქართული ეხა მარტო ისინი მაქვს გუბაზები და всё წავიდა წავიდა იცით სუგუბაზია უბრალოდ ეს როდინდელია ის მხარე როცა რაიმეზე ვშაუბრობთ ნაკლები ყურადღება მივაქციოთ ევროპელ და ამერიკელ მიშას მერე უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ იქ ამორჩეველს იმიტომ რომ ევროპელი ამორჩეველი და ამერიკელი ამორჩეველი მკვეთრად აგრესიული გამოხატულებით არის უკრაინის ფარაზე ხო და ანუ როგორ უნდა მიაქციოს თანამედროვე ოპოზიციამ იქ ამომრჩეველს ანუ რაღაც ახალ ფორმულას თავაზობ რომ მთავრობები არ მოსწონს იმიტომ რომ ესეთი აგრესიულები არიან მესამე მსოფლიოს არ იწყებენ. ანუ არც ერთი მთავრობა არ მოსწონს, აქაურს ხო არ მოსწონს და იქაც არ მოსწონს. აი არ უწყებენ ომს რუსეთს და ხალხს უნდა დაველაპარაკოს, ვეჩე უნდა იყოს რა, რა იდეა არის ეს. ხო შორის გუბაზმა იცის თუ არა არ ვიცი, მაგრამ საფრანგეთში და სხვადასხვა ქვეყანაში არიან
ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სარგებლობენ ამ მომშელთა მხარდაჭერით, რომლებიც რუსეთს უჭერენ მხარს. კი. კონსერვატორები ეგრეთ წოდებული ულტრამემარჯვენეები. კი. და სხვა შორის ეგ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ის არის, პრობლემა, არ ვიცი, პრობლემა არის თუ არა, მაგრამ ის საიმიგრაციო პოლიტიკამაც გამოიწვია და რეაქცია ხო რაღაც პროცესებში. როდის არის არჩევნები საფრანგეთში? ძალიან მალე. ძალიან მალე და იქ ორი კანდიდატი ყავთ. ერთი ლეპენი და მეორე ხო, არა მხოლოდ საფრანგეთში კაცო, იქ ავსტრია, გერმანიაში, რომელსაც ნაციზმის ისტორია და გამოცდილება აქვს და ყველაზე ტრავმატული ნარატივები შეიძლება ითქვას ცოცხალი მეხსიერების ნაწილიც კი არის ეს ყველაფერი და იქ AfD არის, შვედეთი და სკანდინავიური ნაწილი, რომელიც ადამიანის უფლებების ყველაზე მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, იქაც კი მაგალითად შვედურ პარლამენტში თუ არ ვცდები 300 კაციანში რაღაცა დიდი ფორმულა არის აბსოლუტურად გაუგება. ხო, გაუგება, მაგრამ ისე ზოგადად ხალხს როგორ უნდა ელაპარაკოს ხა კუბაზე ხო ალბათ როგორც პირველი ევროპელი, როგორც ერთ-ერთი ზეზვა ქართველი პროევროპელი. ხო, ქართველი პროევროპელი კუბაზე, აბა არ ვიცი. ზელენსკიმ გამოხატა სკეპტიციზმი ნატოსთან დაკავშირებით. ეს ყველამ იცის. მან თქვა, რომ გასაგებია, რომ ნატოში არ გვიღებ და აქედან გამომდინარე ვიმუშავებთო. და როგორც დაუდასტურებელი ინფორმაცია, რუსებს ელაპარაკებიან ნეიტრალიტეტზე, რომლის გარანტორები დასავლეთის ქვეყნები უნდა იყონ ინდივიდუალურად, იმიტომ რომ ბიუროკრატიულ ლაბირინთებში ვერ გავეკვალე გზავნა. ვინ აიტაცა ნატოს სკეპტიციზმი ჩვენთან გუბაზს ანიკიდებ, ძალიან უცნაურია სხვა შორის, რომელმაც რა თქმა უნდა ეხა გავუშვა. არ ველოდი. სულ ნატოს სკეპტიკოსი იყო. ვფიქრობ ასე, ნინო, რახან რთული არის სიტუაცია და სიტულები უფრო გამოჩნდება და მრავალსართულიანი და მრავალწახნაგოვანი იქნება უკვე ეს უსაფრთხოების თუ საფრთხის საკითხები. მე ერთი რამე ვიცი, ჩვენ რაღაცას უნდა ჩავეჭიდოთ, რაღაცაზე ღუზა უნდა დაუშვათ და იმას რაღაცას ჯაჭვით უნდა მივევდათ. ნატო იქნება ეს თუ რა იქნება, ეს უკვე თეორიებია, როგორ ჩანს. საერთაშორისო ორგანიზაციები ან განადგურდება ამ სახით, ან კიდევ ძალიან სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდის. მაგრამ მე ვიცი ერთი, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. ეს უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ მივებად უკრაინას. უკრაინა როგორც ფლაგმანი უკვე ხო, სრულად გაუგებარი აუხსნელი ფორმულაა. თვითონაც არის ის რას ლაპარაკობს, უბრალოდ უკრაინა არის ეხლა მსხვერპლი, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიკროვილია უკრაინისკენ. შენ საქართველოს მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლებას, ხო? რანაირად უნდა ჩაება, რა უნდა დაიწყოს. ხო, ანუ უნდა დავანებოთ თავი ამერიკის შეერთებულ შტატებს, უნდა დავანებოთ თავი ევროპის დასავლეთ ევროპის. აი რატო ესე სერიოზულად, რატო განვიხილავთ? მე პრიკოლებს ველოდები, ვა. ეს არ არის პრიკოლი, ხო? შეხედე შენ ნიშას შეკების მერე გაზს არ მოუმატა. ისე გამტყუნდა. ეს დღევანდელია? კი, დღევანდელია და იმ სასამართლო პროცესის მერე. ვა, ძალიან განსაკვირია. შეიძლება ჯერ იწყებს და არა, ერთი რამე ამართლებს გუბაზს მარტო კავკასიაშია და კავკასიაში არ იყენებს ბოლომდე თავის შესაძლებლობებს, იმიტომ რომ გავრცელება და დაფარვა ხო ძალიან პატარა აქვს კავკასიას. არ აქვს. ეხა ეს მოღალატე არ აქვს ხო საერთოდ. ეხა ეს მაიმუნი რას ამბობს, ნახე. რომელი? ვინ არის მაიმუნი? ეხა გადაინაცვლა დეპლუს, მაგან ხო ჩამოტარებით არის. კაი, არ ჩართო ერთ წამი მოღალატე და მაიმუნი, ყველა მოღალატე და მაიმუნია და რომელზე ამბობს ალბათ? უბაზზე, კაცო. დღეს ხოს ბუნაგიდან გამოსვლის დღეა. კაურა, რა სარფიანად გამოვიდა, ჯერ სასამართლო პროცესში აქეს. კაი, ერთი ეგ რამდენი იმაში რო გადათვალო, რამდენი კატლეტის ეკვივალენტია კატლეტის რა? მეტის კიდე. ხაშლამის. მერე დაიარა ეთერ, აუ. კაი, გავუშვით. ერთი დღე უდრის 20 დღეს. ხელისუფლების. ეს ხელისუფლება 3-3 ქვეყანა არის ახლა. მოუმატებია გაზს. ეს გაბე. აი ზუსტად ეს კავკასიაში არ დაიხარჯა. ეს შემთხვევა როდესაც გუბაზიზე ვერასოდეს ვერ ბრაზდები და ეხლა ცოტა სიბრაზე ხო, აი მართლა კი, ზუსტად ეგრე. არამზადა არაკაცი, ნაბიჯვარი კაცი. ზუსტად ეგრე, აი მეც გავუბრალ. ისას როცხოვოს უწოდებდა და კოსოვოს მაგალითზე რო ქირქილებდა და კოსოვო ქვეყნების დაშლა და დაკუცმაცება ამერიკელების შემოგვიყვება. არაკაცია რა, პროსტო ტიპი. ეს გამოვიდა პოლონეთის პრემიერი განაცხადა, რომ ესაუბრა ირაკლი ღარიბაშვილს.
საქართველოს ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად ერთვება საერთაშორისო სანქციებში. გამოვიდა დღეს კელი დეგნანი, განაცხადა, რომ საქართველოს ყველა საერთაშორისო სანქციას შეუერთდა. საქართველოს ჩვენ იმაზე მეტს არ მოვთხოვთ, რაც არ არის დასწესებელი და საქართველოს სწორად იქცევა მეგობრულად უკრაინას მიმართებაში და სწორად იქცევა რუსეთის აგრესორ რუსეთის მისამართი. ანუ გუბაზი გამოდის და ამბობს, რომ გუბაზი ხატია დეკანოვი და თენგო გოგოტიშვილი დემნა გვასალია კი არა და დემნა დევდარიანი გამოდიან და ამბობენ რომ ქართული ოცნება აკეთებს. იცი რა არის, აი შენ ძალიან სწორი თქვი რა ბაჩო, რომ ის იშვიათი შემთხვევა როცა გუბაზე უბრაზდება, გუბაზე ფაქტობრივად ეს გაბრაზების უნარი არ უნდა ქონდეს ადამიანს, იმიტომ რომ საერთოდ არ უნდა მოусმინოს სერიოზულად, ხო? მაგრამ იმდენად არასწორი, იმდენად უღირსი და იმდენად პროვოკაციული რამე თქვა, რომ გინდა არ გინდა ეს ბრაზი გიპრობს. მე მგონი მართლა ლიტერატურული პერსონაჟია გუბაზე, აი როგორც არ ვიცი რაღაცა ჰეროიზმის სიმბოლო შეიძლება ვინ იყოს დარტანიანი რაღაცა არასწორად ცხოვრების კერა ფუჭად გაფლანგული ცხოვრების ივან ილიჩი რაღაცა ის ეგრე შეიძლება უპრინციპობის ლიტერატურული ალუზია იყოს გუბას სანიკიძე, იმიტომ ესეთი არაკაცი ხო ყველაფერზე წამსვლელი არანაკლები ვიდრე მიშა. უბრალოდ მიშას აქვს რესურსები, თორე ამას რო კონდეს რესურსები რას ამბობ შალვა ეს ეხა მე რას ვფიქრობ, იცი? იქნებ ჩვენ ეხა რო უყურებ ახალგაზრდების რეაქციას. საქართველოს არისო ის სამ ქვეყანაში ვინც ებრძვის უკრაინას. და უკრაინის მიტინგს არ ბევნო როგორ იყო უკრაინის ის არ ყოფილა უკრაინის მიტინგი ის იყო ნაცების მიტინგი რომლებიც პოლიციელებს ესროდნენ ტუალეტს ხაღალდებს ფილს და პლუს ამას რა ქვია ძალას ხმარობდნენ ნუ კაი რა ეგ იყო არეულობის შეგრძნობა თქვენს რო პრემიერ-მინისტრი პიკეტირების უკანონო ბლოკირების ეგ მეორე დღე იყო მესამე დღე იყო უკანონო ბლოკირების ცდელობა ეგ იყო შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელებისადმი და ეგ იყო ეგრეთ წოდებული რევოლუციური სცენარი. ოღონდ ძალიან სასაცილო. მაგრამ მაგას თავი დავანებოთ რა. თვითონ იქნებ კარგიც არის, რომ აი გუბაზი ყავს გვერდით. აი როგორ არის, რომ გუბაზი არის როგორც წითელი ნაჭერი ახალგაზრდებისთვის. იმ ახალგაზრდებისთვის, რომელსაც შეიძლება არ მოსწონთ ქართული ოცნება. ავარმი. ხო, აი რო ხედავენ გუბას, ან გუბაზი რო ეთერში გამოდის და ოპოზიციის რიგებშია, აი როგორც რაღაც განავლის კასრი, რომელიც აფუჭებს იმას რა ქვია. ყველაფერს ედება, ხო? ხო, ბუზები ეხვევა და უბრალოდ არ გინა იქ მისვლა რა. შეხედვაც კი არ მოგწონს, ხო? ყველას და ყველაფერს. გულის ამრევია, რომ არ გინდა რა. შეიძლება, იცი, ხო, აი იმიტომ რომ ძალიან კარგია ეს რა. ხო, ძალიან კონტროვერსიული ფიგურაა. ერთი მხრივ შეიძლება, ანუ მიშა საბოლოო ჯამში რაზე აკეთებს სწორებას და აქცენტს, რომ იმდენად კარგად აქებს, რომ უღირს ეგ დანაკარგი და მსხვერპლი, რომ გუბაზი მაგალითად ახალგაზრდებისთვის იმდენად დაზიანებული ტიპია, რომ შანსი არა ეხლა გუბაზი რო აქციაზე დგას, მოდი ვიღაცა ესთეტი ახალგაზრდა, ცენტრალურ უბნელი, კრეატიული კლასის წარმომადგენელი, იფიქრებს, რომ კაი, ოცნება არ მომწონს, მაგრამ ეხლა გუბასთან ერთად ჩემი დგომა არ შეიძლება რა. რაღაცა სტარტაპერი ვარ და რაღაცები მევასება რა, სკროლით დავდივარ და გუბაზე არ არის. იღებს მონაწილეობას აქციაში მთავრობა გარადექი, უცებ რომ გაიაზრებს, რომ თუ ის გადადგება, შეიძლება ეს მოვიდეს რაიმე ხო, მაგრამ იმას ხდება ხო გუბას არავინ არაფერს არ მიაკარებს უყოველთვის ესე. რატო მილიონერობა ყაზახეთის გზა ხო? მე ვის შეაწუხებს მაწანწალა ესეთი ტიპი იქნება რა ლაპარაკები. იმონაც კატანა ხო უნდა. მაგრამ ხო ეგ სწორია რომ ანუ იმდენად დაზიანებული კონტროვერსიული ტიპია რომ მაგრამ მიშას იმდენად ევასება, იმდენად ეგოისტია. იმდენად ევასება რომ აქებენ რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეაქებს შეიძლება აი ბრეივიკმა რო უთხრას რომ ანუ ვიღაცა არ ვიცი კიდე უფრო დაზიანებულმა ტიპმა რომ მე შეგაქებო იმასაც ეროვნული თავმოყრობის დაკარგვის ნიმუში ბავშვად იქნებ პარლამენტის ტრიბუნიდან მოვიწვიოთ და ვთხოვოთ პრეზიდენტ ზელენსკის რომ მიმართოს ქართულ ხალხს და აჩვენოს რას ნიშნავს ლიდერობა და რას ნიშნავს პატრიოტიზმი ეს მაგარი უსაქმური ხო აი როგორ გითხრათ ეს ლელოა ხო ეს როგორ გითხრათ რა ზელენსკის რა თქმა უნდა ლელო არ არის ხო კი უდიდესი ლევონ ხარდაჭერა და მოწიწება მაგრამ მოდით რა საქართველოში
ხაზარაძე არ არის ლიდერი ამის. არა, ეს დაახლოებით რა კალიბრი ის გახსოვს ის. ხანა არ არის ღირსი. სალვა ჩანაწერი რო არის. ვანო მერაბიშვილი რო ეუნება, ვისეუნება გვარამიას. აუ, ძალიან პატარა. იქო კაცო ერთი ორი პროსტა უცხოელის სახელი მიაწერეო და ხალხი უფრო მეტად დააფასებსო, ეხლა ავტორიტეტული იქნება და უფრო მაგნათქვამს უფრო ყურადღებას რაღაც მიაქცევს. გახსნაზე ლაპარაკობენ, მეგობრებო, თუ გახსოვთ. ერთი ორი უცხოელის სახელი. და ეს მეკანონე იყო რა და არ იყო გარკვეული კარგად პიარსლებს შეეთქვა და მანო მერაბიშვილი დებილი ცინიკოსი ეუნება პარობ ჩანაწერში რომ ფულის გარეცხვას ხებოდა რა თქმა უნდა რომ იმ ფირმას რომელსაც ფული გარეცხავსო ერთი ორი უცხოელი დაფუძნებელი მოუზევდა პროსტა უცხოური გვარი ხო რა ჯონ სმითია აი უცხოელები არიან ჯონ სმითია რამე და всё რა უფრო ნაკლები არა ანანაცულიშვილიც სხვა ჯერს ბიჭო ოპოზიცია ფუნქციონირების მექანიზმით ერთმანეთს გავს ანუ ძალიან გუბაზიზაციას განიცდის ეხლა ანანაცულიშვილსაც კი აქვს გუბაზის თვისებები უბრალოდ არ არის ეგეთ სასაცილო გესმის გუბაზია ყველაზე ოდიოზური და მაგითო გვეცინება თორე ანანაცულიშვილი არ იყო რომ მე იმდენად მაღალი პოლიტიკური ჰიგიენა მაქვს რომ ცნებასთან არ შემიძლია არაფერი და ბოლოს ნინო ბურჯანაძესთან დაჯდა ნინო ბურჯანაძესთან ერთად იჯდა და იქიდან რაღაცა ხან რევოლუციაში იყო ჩაბმული ხან სხვა პოლიტიკურ პერიპეტიებში და ასე შემდეგ ეხა კიდე და რაღაცა კოლონიალიზმის მანიფესტი დააფუძნა რომ ჩვენ რა ზელენსკი რო გეტყვის всё ეხა მეგობარი წეს რომ გვარამიასთან სტუმრებიც არ ყავდა თავისი ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები ფეიქ მეიკერები და განიხილავდნენ ვითარებას რომ როგორ ავართ რუსული ადმინისტრაციის ქვეშ და რუსული მარწუხების ქვეშ და ვინ უფრო მაგრა იტყვის ამას იცით ეს არის კონტრპროდუქტიული თქვენი ბელადი იზახის რომ ეხლა არის სიმშვიდის დრო საშინელი მათ შორის რა თქმა უნდა ნაცების წიაღისგან მომავალი ადამიანების მიერ საშინელი მესიჯები იქნა გააჟღერებული რომ რახან ეხლა რუსეთმა სამშვიდობოების ეგრეთ წოდებული სამშვიდობოების ძალები წაიყვანა საომრად აფხაზეთიდან და ოსეთიდან მაშინ დროა რომ დავარტყათ ეს არის როგორი პროვოკაცია იცი აი მართლა ყველაზე დიდი მტერი თუ გისურვებს ამას რა. ყველაზე დიდი დებილი. და ყველაზე დიდი დებილი. მაგაზე ნანუკა ჟორჟოლიანი. ხო, ნუ, აი, ნანუკა ჟორჟოლიანი არ ითვლება, არ წერია არსად რა. ხო და თვითონ სააკაშვილი გამოვიდა და ესო პროვოკაციაო თქვა. ანუ ისიც კი მიხვდა პოლიტიკური ცხოველი სააკაშვილი, რომ ხალხს უნდა მშვიდობა, რომ ხალხს არ უნდა ომი. და ეხლა რომ გამოდიან ეს და რომ გვიბიძგებენ, აი ამ საქციელით, როცა პრორუსულს უწოდებენ, როცა სანქცირებაზე გვაწვევიან, ესენი გვიბიძგებენ არეულობისგან და შფოთისგან, რა. და თან კონკრეტულად არ ამბობენ რა საქციელებია ლაპარაკი, რა უნდა გადაუკეთოთ? საჰაერო ზონა. საჰაერო ზონა როგორ უნდა გადაუკეთო? რანაირად? აი ეგრე. უნდა ესროლო მე ისა? აბა რა უნდა ქნა? ნუ ეხლა ის სხვა შორის მიშარა ყოფილიყო, არ ვიცი რა ზად. შეიძლება არც არაფერი არ ექნა. იცი შენ? ისეთი მიშარაა, რომ შეიძლება ვაფშე რაც გააკეთა რუსეთთან ომის შემდეგ კიდევ ერთხელ არც ერთ სანქცია არ დაუწყო. უკრაინაში წავიდოდა. ოღონდ არა, უკრაინაში არა, ხო არა, უკრაინაში არ წავიდოდა. უკრაინაში პოლონეთის საზღვართან მივიდოდა. მერე აქ ომს დააწყებინებდა, მეორე ფრონტს ახაც გახსნა, პოლონეთის საზღვართან იქნებოდა და იტყოდა რომ უკრაინაში ვარ. პოლონეთის საზღვართან სადმე 7 წნა რა დაჯდა. ვიდეო არა მაქვს, მე მგონი მომაწოდებენ, მაგრამ არამიძეს თუ არა თუ ჭორია, მოდის ვიხდი, მაგრამ მაინც ვიტყვი რა. რომ სადიბძიო შენო წინახაზეო თუ სადა და მომარაგებაში ვარო, უთქვია ბარამიძეს. შეიძლება ბარამიძე უკრაინაშია? ხო, ბარამიძე უკრაინაში წავიდა, არ გახსოვს? არ მახსოვს, მე ხაბაზი მახსოვს. ეგ წავიდა და მანგო და ოქრუაშვილი წავიდა, მანგო და კაცარავა და ბარამიძეს. ვა, ბარამიძე იქ არის, ხო, მაგრამ მედ ხო რატო ასახუმა რომ მედდად რო იყოს? ხო. ვინც ვიცით ქართველებიდან რომ წავიდნენ? ერთადერთი კაცი, ვინც აშკარად რეალურად წავიდა. არის დომენიკ მანგო? არა. ოქრუაშვილი. არის პოეტი აკასე ხოლო უკუგმოთანე რა ქვია მაგის გამახსენ. ელიავა თემური. არა კაცო, ვიღაც ქართველები ხო იმდრა როგორ არა ბატალიონია რა. სახეებს ვამბობ. ცნობად სახეებს. აჰა, უნდა დააკონკრეტო მაშინ. და რატო მაგ ტიპის შესახებ გავიგე დღეს რაღაც სტატიაში სადაც იყო ჩამონათვალი ქართველი ცნობილი სახეები ვინც არიან უკრაინაში რა
მარტო მაქინან გავიგე, ანუ არც ლაივი არ ჩაუთია, არც ფოტოები არ გამოუდია, არც პიარი არ უკეთებია. ამაზე ყველა დანარჩენმა ეგ გააკეთა. შესაბამისად, ეს არის კაცი, რომელიც ერთ-ერთი გულით მართლა რო წავიდა დასახმარება, ესენი არიან ნაგლები. ეხა მომწერეს მეგობრებო, რომ მართლაც არანაირი ჯორი არ არის. მომარაგებაში მუშაობს? გრიგოლიას უკითხავს და ამას უთხრა რომ მე მომარაგებაში ვარ ძირითადად. იქაც სტილავა ეკრისა არის. ნო, აბა რა იქნება. იქ უეჭველი მოიპარავს. არა, რატომ მოიპარავს? იქნებ ბიჭო, რაღაცა ეთიკური ამაკ თემაზე რო ხუმრობ, თუ ხუმრობ თავი. ბარამიძის მირობაზე. ნარსიამ რაც დაწერა. ბარამიძე ღამერო შემოდისო და გვაფარებსო რაღაცებს. ხო, ბარამიძე. შეიძლება ეგრე ოქრუაშვილი, რომელიც თავიდან ბოლომდე გრუს პროექტი იყო. უი, ის ელისაშვილის წასულია. გამოდიოდა. საომრად. გამოდიოდა პროპაგანდისტულ არხებზე რუსეთის. და იძახდა რომ ამერიკელებთან არიან შეკრული ტერორიზმის რუსეთში იმპორტირების პონჩიო. ხვდები რა ბრალდებას ამოწმებდა რომ სააკაშვილი იქ ხო ცუდია რეპრესიებს იმართება. მაგრამ ამერიკელებთან ერთად შემოყავს ტერორისტები. მონანიება უნდა. მონანიება შავა, მონანიება. ხო, ბარამიძეზე ხო იწერებოდა რომ ვიღაც ერთ-ერთმა ნაწილს. ელისაშვილი ხო წავიდა. ელისაშვილი არ მარიაჟობს ფოტოებით და რაღაც. ხო, მოკლედ, როცა შიმშილობდნენ ახალი წლების პერიოდში ნაციონალურ მოძრაობის ოფისთან. მაშინ დაწერეს რომ ღამეო, ყველას რო ძინავსო, დადის გია ბარამიძე და ამოწმებსო ვის აქვს გადახდილი საბანი და მე აფარებსო რა. კი. მე გავიღვიძე. გავიღვიძე და ვაკურდებოდი. რომ ბარამიძე დადიოდა და საბანს აფარებდა. ისაც გადახდილი ქონდა, იმას აფარებდა. სულ რაღაც ერთკვირიანი წინა საახალწლო შიმშილობა ხო ქონდათ. ვაფშე ძალიან შიმშილობაში მაგრა არიან. მაგრა შიმშილობენ. ინტელექტუალურ დახმარებას უწევო, ასე მithეს უკრაინელებმა არ გვიჭირსო ისე რომ შენ რო ავტომატით იარო, ამას მოვაჭრევინოთ რა თქმა უნდა ჩვენს თანამშრომლებს და შენ იმხელა ტიტანი ხარო, ანუ აზრის გიგანტი და ინტელექტუალურად ძლიერი ადამიანი. საწყალი ოქრუაშვილი რატო არის ჯაველინის ფოტოთი? ის ინტელექტუალურად ბანკროტია გია ბარამიძესთან შედარებით. ჯაველინი უნდა მოიკითხონ, ვისაც ეიბა რა. ხო არ გაყიდა. ხო არ გაყიდა. რატო? თავის მაკაცები არ ეყოლება გერეუში ახლა? იქ ხო ჩავიდა რუსეთის არხის პროპაგანდისტი ჟურნალისტები ხო ჩავიდნენ და ერთი ბრიაშკა არის ეგ რა. არის დომენიკ მანგო არის მაგ კლასტერში ყველაზე დასტოინი ტიპი. ბიჭო ტიპები ეხა რა ოპერაციას ატარებენ? ნაცემა ეხა ვითომ ჯერ ხო თავიანთი ილუზორული სამყარო აქვს და გონიათ რომ რუსეთის პროექტია და ამას ხალხი დაიჯერებს და ეს არის მათი აი შანსი. მე ამ ისე გაგიჟდებიან რომ საბოლოოდ დაავიწყდებათ რომ ესენიც ქართველები არიან და ისე ციგიჟეებს იტყვიან ეხა მე ხო ვიცი აღიგზნებიან. მე ამ ყველაფრის შემდეგ რამდენიმე კვირაში დანიშნავენ იმას ეხა პროსტა თოვლია და არ უნდათ რა დანიშნავენ რაღაც აქციას და აქციაზე რომ გაფარჩაკდებიან მე დაიწყებენ ტირილს და კუნესას. უბრალოდ ხალხი იღლება არ გაზაფხულზე გამოვლენ. გაზაფხულზე როდის მარტში თუ არა აპრილში ის რა რაღაცა არასწორად გამახსენდა. მეგობრებო ჩვენ ხვალ გვაქვს ძალიან კარგი გადაცემა, დიდი გადაცემა, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ნახავთ. ბევრ კლევით სიუჟეტებს, მე კლევით სიუჟეტები დავარქვი. ხილებას ფეიქისას და ბევრ რაღაცები გაგაოცებთ და ჩვენი ბიჭებიც მზად იქნებიან, მაგრამ ჩვენ რა გვინდა, რის თქმა გვინდა ამ გადაცემებით და ამ რთულ ვითარებაში. მე ჩემსას ვიტყვი და მე თქვენ აბა თქვენი პოზიციაც გამოხატეთ. უკრაინას ძალიან უჭირს რუსეთი უტერს და ახდენს ოკუპაციას. ძალიან ბევრი გავნახე ქართულ Facebook-ში მე მგონი ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზები ამ ომთან დაკავშირებით. რაც რა თქმა უნდა სულისკვეთებისთვის კარგია, მაგრამ რეალობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იქ ხალხი იღუპებიან როგორც რუსის ოკუპანტი ჯარისკაცები, ისე უკრაინელები და ძალიან რთული ვითარებაა. ძალიან დიდი ჯარია, ძალიან დიდი არმია აყავს რუსებს და გაურკვეველია, რითი დასრულდება ეს ყოველივე. ჩვენ რა თქმა უნდა უგულშემატკივროთ და ძალიანაც გულშემატკივროთ, მაგრამ პირველ რიგში სიფხიზლე უნდა გამოიჩინოთ აქაური შიდა მტრების შიდა მტრებიც არ არიან, აი ზოგი იდიოტია, ზოგი მართლამტერია.
ჩვენ აქ უნდა 100 თვალი და 100 ყური გამოვიბოთ. რადგანაც რუსეთს არაფერი აღარ აქვს ახლა უკვე გასაკარგი, ის ახლა უკრაინაში ეჭრება საქართველოში და მოლდოვაში, პრინციპში დიდი განსხვავება დასანქცირების კუთხით. ახლა რა სანქციებსაც ახლა ადებენ? საქართველოში ღმერთმან უქნას და რამე რო გაბედოს, უფრო მეტ სანქციას ხო არ დაადებენ? არა. ამიტომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს სიფხიზლე და კიდევ ერთხელ სიფხიზლე რა. კი, მეც რა ვიქვა. გონია რომ ეს დავამატებ. და როცა ჭიაბერაშვილი ლაპარაკობს რომ ჩვენ 2008-ში საცეცხლე პოზიციების თხრა რო დავიწყეთ, ეს იდიოტი ესა. ეხლა უნდა გავნოახლოთ საცეცხლე პოზიციების საღაოთ, ხო. ხო, აი ეხლა ხო ხვდებით არა რა იდიოტია რა. მოკლედ ბოლომდე არ ვიცი, ბოლომდე გიერთდები მაგ ნათქვამში. რა თქმა უნდა, რა ჩვენ პოზიცია პრინციპში სუეგ იყო რა. რა თქმა უნდა, ღიად ვაფიქსირებთ ჩვენ მხარდაჭერას უკრაინისადმი, მშვიდობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. აქ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის დასანქცირება ძალიან გავს ერთ ესე იგი პასაჟს სამართლის ფილოსოფიიდან, ხო? სადაც თუ შენ სიკვდილით დასჯა გექნება და ამ სიკვდილით დასჯას გაიაზრებს ადამიანი, ვინ ჩაიდინა რაღაცა სასტიკი დანაშაული და იმაზე მეტი სასჯელი უკვე აღარ არსებობს და სიკვდილით დასჯა მოელის, არის ალბათობა იმისა, რომ სანამ დაიჭერენ, მაშინ კიდე მეტი დანაშაული დაამატოს, იმიტომ რომ სიკვდილით დასჯაზე მეც ვეღარ უზამენ. მიხვდი? ან ეკუთვნის უადო პატიმრობა, ხო, უადო პატიმრობაზე მეც ვეღარ უზავენ ვერაფერს. აქედან გამომდინარე, დასანქცირების თვალსაზრისით რუსეთს მეც ვეღარ დაასანქცირებენ. მესამე მსოფლიო ომს კიდე, არ ვიცი, არც უნდა გვინდოდეს ეს და არც არავინ დაიწყებს დიდი ალბათობით. შესაბამისად, ჩვენ ორმაგად ფრთხილად უნდა ვიყოთ. სანიგიძე. მაიცად დავამთავრო, ორმაგად ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ, ზუსტად მაგ თვალსაზრისით, რომ რაიმე არასწორ ქმედებაში არ ჩავებათ ჩვენი, აი ამ ემოციებით, ჩვენ ზოგადად გვახასიათებს, რომ ისტორიას და პოლიტიკურ პროცესებს არა მეცნიერულად, არამედ უფრო ემოციურად უდგებით. და აი ეს უნდა გავასწოროთ. ჩვენ რას ამბობდი? ნუ მარგულაშვილი დახსოვს, რაც შეიძლება მეტი იარაღი უნდა შევიძინოთ, ეს მეორე ხალხმა თუ საქართველოს თავრობამ. საქართველოს თავრობა უნდა შეიძინოს, რაც შეიძლება მეტი იარაღი. აი. ანუ ჩვენი ისედაც მწირი ბიუჯეტი ახლა უნდა არა კოვიდის პრობლემების დაძლევაზე, არამედ რაღაც იარაღზე უნდა. არა სოციალური პრობლემების დაძლევაზე, რომ დიახ. არამედ იარაღზე უნდა, კარგი. და სანიგიძე ეს არამზადა და არაკაცი მე არ მაინტერესებს ასლაბარაკობა ქართული ოსნების წარმომადგენელი, მართლა გაბლატავდა იმის შეხების მერე. ფანტომები არიან, მან არის ერთი კაცი, ჯოჯო, რომელიც აზრის ამოყანას, ის დამნაშავე და აუცილებლად მოუწევს მას გათამართლება ქვეყნის ღალატისთვის. შენი ასე და ისე უბაში. გაბლატავდი მიშამ რო შეგაქო გოშიასავით რომ გადმოგიდო ორი კატლეტი. ხანდახან არ აი ეხლა უფრო როცა ეს სიტყვები დავიგე. კი, დღეს გაგვაბრაზა. არ კატეგორიულად არ გეთახმებით რომ რაღაცნაირი ის არის. ბაჩო სწორი იყო. კი, რომ დღეს იშვიათი შემთხვევა რომ დასაჩუტი კაცია რა, დასაჩუტი. აი, ეხა 1-2 სიტყვის გამო, 1-2 ეთერის გამო, ნუ ჩამოუწარ ყველა სიკეთეს რაც. მაგრამ ბუზისაკლავით კი უნდა ათანთავა. რატო ხართ ამ ძალადობაზე გადასული? ბუზისაკლავით არ ეთქინებთ ბუზისაკლავით, მარტო რქის ტყავი აქვს, სულ ისე განაირად გერნით რა. კარგი, ამ ყველაფერს დანარჩენ სიამოვნებას თქვენ მიიღებთ. ხვალ თვითფასო მეგობრებო, დღეს გემშვიდობებით ამ ფორმატით ჩვენი გადაცემა ორ შაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის და აბა ორ შაბათამდე.